იშვიათი დაავადებები უდგინდებათ ბავშვებს, მშობელს. საშუალება არ აქვს საქართველოში ვერ მკურნალობენ, წასაყვანია რა თურქეთში რა უზარმაზარ თანხებზე, უზარმაზარი და მილიონებზე კი არა. აი ოცნების ამ ბობორებისთვის რომ ჯიბის ფულია ისეთ თანხებზეა ლაპარაკი. და მშობელს არ აქვს მაგის საშუალება 10-15,000 ლარზეა ლაპარაკი. ბავშვი ვერ მიყავს სამკურნალოდ, ყოველი საათი გადამწყვეტია და ამათი კანდიდატი ფერარით დადის. შენ ახარ მაგაზე პასუხისმგებელი რომ მოდიხარ და ადამიანს რო ეუბნები რომ ჩემი პატივის მე დამიდექი და ამას მიეცი ხმა. ის რო კიდე 14 წელი რო კიდე რომ მომატყუებს რომ მითხრა რომ გზა გექნება და არაფერი რო არ მაქვს რომ მომატყუა. შენ ახარ მე მაგაზე პასუხისმგებელი? ის რომ მე არაბებზე გამიყიდის ქვეყანას და პაკისტანს რომ მომიწყობს კი არა უკვე რომ მომიწყო. მაგაზე შენ პასუხისმგებელი ხარ რომ მოდიხარ და რომ მეუბნები მე დამიდექი და შენი თანადგომა რო ნიშნავს რომ ოცნებას უნდა მივიცე ხმა. შენ მაგას იღებ შენ თავზე? ახალგაზრდები რო გარყვნეს, დედები და მამები რო დააჭერინეს ბავშვებს, ეგეთი კანონები რო მიიღეს და ეგრე რო გააფუჭეს ბავშვები სკოლის ასაკიდან. მაგაზე შენ პასუხისმგებელი ხარ? მაგას იღებ საკუთარ თავზე? დაჩეხება მოტყუებას, ეგ უკვე ღირსების საკითხია კაცო, რომ დაგპირდა რომ ამარჩევნების მერე გაზი გექნება ან გზა გექნება უბანში და მოგატყუა, არ გაგიკეთა. მაგაზე ეგრე უნდა უპასუხოთ კაცო. არავის პატივისცემით არავის არ უნდა მიცე ხმა. ეხა კიდე რომ მოდის და რო გეუბნება, მოდი, ის უკვე შენ შეურაცხყოფას გაყენებს. ის შენ უკვე აღარ თulis პიროვნებად. ის რას გიშვება ხო ხვდები უკვე? კონსერვატორების საქართველოსთვის